Dr. Michael, first of all, thank you. ბატონო მაიკლ, პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიცით, რომ აქ იმყოფებით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროფესორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით და მონაწილეობდით კონფერენციაში სათაურით პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც გაიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის კურთხევით და ორგანიზებული იყო საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ. გთხოვთ გითხრათ რამდენიმე სიტყვა ამ კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ. ჩემი აზრით, ამ კონფერენციით თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ახალ ეტაპზე გადავიდა საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით და მისი მნიშვნელობა გამოჩნდა უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტში. რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საპატრიარქოსთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ვფიქრობ, აკადემიის რექტორმა დიდი ნაბიჯი გადადგა უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. სწორედ ამიტომ მიმაჩნია ეს კონფერენცია მნიშვნელოვნად. ბატონო მაიკლ, ვიცით, რომ ბრძანდებოდით მომხსენებელთა შორის და წაიკითხეთ მოხსენება კონფერენციაზე, რას ეხებოდა თქვენი ნაშრომი, თუ შეიძლება რომ გითხრათ. ჩემი მოხსენება არის იმის შესახებ, თუ რამდენად არსებითი არ უქონდეს კავშირი ჩვენს წარსულთან. ნიკეის კრება და ქალკედონის კრება არ არის მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა. ეს ჩვენი თანამედროვე ეკლესიის ცოცხალი და განუყოფელი ნაწილია. ეს არ არის მხოლოდ წარსულში შემდგარი კრება. ეს უწყვეტი პროცესია ეკლესიაში. ეკლესია მუდმივად იკრებება ისტორიის განმავლობაში. ძველი წმინდანები ჩვენთან ერთად არიან თანამედროვე დროსაც. ბატონო მაიკლ, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ თქვენ შეხვდით სტუდენტებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და მათ ლექცია წაუკითხეთ. თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება იმ გარემოზე, რაც დაგვხვდათ ამ უმაღლეს სასწავლებელში, ვინაიდან ვიცით, რომ ეს უკვე თქვენი მეორე ვიზიტია საქართველოში და მეორედ გქონდათ შესაძლებლობა, რომ სტუმრად ყოფილიყავით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ეს არის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც იმ დროიდან, რაც ბოლოს აქ ვიყავი, სულ უფრო დიდი ნაბიჯებით ვითარდება. უმჯობესდება სწავლის მეთოდები, იწვევენ მასწავლებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და აღრმავებენ საერთაშორისო ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია აკადემიის წინსვლისთვის. გასულ წელს ჩვენთან სტუმრად იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და მათ მიიღეს მონაწილეობა ჩვენს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში. მათ შვედეთში ლექციები მოისმინეს და ასევე წაიკითხეს თავიანთი მოხსენებები. ურთიერთობის ეს ფორმა იმედი მაქვს, მომავალშიც გაგრძელდება და ორმხრივად ნაყოფიერი იქნება. ბატონო მაიკლ, თბილისის სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან ასევე იყვნენ წარმომადგენლები ჩამოსული სტოკჰოლმში და ისინი შეხვდნენ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ასევე ესტუმრნენ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელს, რომლის რექტორიც თქვენ ბრძანდებით და თუ შეგიძლიათ, რომ ამ სასწავლებელზეც რამდენიმე სიტყვა გითხრათ. ჩვენ ახლა ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რათა შეიქმნას პირველი დამოუკიდებელი მართლმადიდებლური უნივერსიტეტი დასავლეთ ევროპაში, რომელიც აქამდე არასდროს არსებობდა. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის კოლეჯი არის საერთაშორისო მართლმადიდებლური. სასწავლო პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა წარმომადგენლები, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ჩვენთან ასევე ტარდება საგანმანათლებლო სემინარები სასულიერო პირთათვის. ამ სასწავლებლის გამორჩეული მახასიათებელია მისი მრავალფეროვანი გარემო. ეს არ არის ერთი კულტურა, ეს არის მრავალი კულტურის შერწყმა. არის თუ არა მოთხოვნა წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში სწავლაზე სტუდენტების მხრიდან და იზრდება თუ არა ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე? სტუდენტთა რიცხვი დაახლოებით 500-ია. ეს არ არის დიდი ინსტიტუცია, მაგრამ არც პატარაა. ამჟამად გვაქვს საბაკალავრო, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამები. მაგრამ თუ მივიღებთ დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტატუსს, მაშინ კურიკულუმს და კურსების მიმართულებას მცირედ შევცვლით და გავზრდით თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, საიდანაც გვყავს სტუდენტები, როგორებიცაა საქართველო, რუმინეთი და სხვა ქვეყნები.
ბატონო მაიკლ, ასევე მინდა გკითხოთ მართლმადიდებლებზე შვედეთში. ჩვენ როდესაც ვესტუმრეთ შვედეთს და კონკრეტულად სტოკჰოლმს, აღმოვაჩინეთ, რომ სტოკჰოლმში, შვედეთის დედაქალაქში ცხოვრობს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი. საინტერესოა მათზეც რომ გვიამბოთ და ასევე მოგვიყვეთ თქვენი ისტორიაც. როგორი იყო თქვენი გზა მართლმადიდებლობამდე? შვედეთში დაახლოებით 500,000 მართლმადიდებელია. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა შვედეთისთვის. მათ შორის არიან ქართველი მართლმადიდებლებიც. ქართული სამრევლო რაოდენობის თვალსაზრისით მცირეა, თუმცა ძალიან აქტიური შვედეთში. მას შვედურ საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეს დიდწილად დაკავშირებულია მამა შიო ბიწყინაშვილის, ქართული სამრევლოს მოძღვრის საქმიანობასთან, რომელმაც არაჩვეულებრივად იმუშავა. სამრევლოს მეორე მოძღვარ მამა ნიკოლოზთან ერთად. ახლა კი უკვე გვყავს ახალი მღვდელმსახური. მამა სერაფიმე სმენძრარდი, რომელიც შვედია და შვედურენოვანია. ეს სამრევლო აერთიანებს როგორც შვედურად მოლაპარაკე, ასევე ქართველ მართლმადიდებლებს. ჩვენი სასწავლებელიც წმინდა იგნატე ღმერთშემოსილის კოლეჯიც, ასევე აერთიანებს მართლმადიდებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ჩვენი თავისებურება. რაც შეეხება ჩემს პირად გზას, 35 წლის წინ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი. უბრალოდ წავიკითხე იოანეს პირველი სახარება და მივხვდი, რომ წამს ის, რასაც ვკითხულობ. დღეს კი შვედეთის ქართული სამრევლოს წევრი ვარ. თუ შეიძლება თქვენს ოჯახსაც მოგვიყევით, შვილებზე, მეუღლეზე, ჩვენ ვიცით, რომ ისინიც მართლმადიდებლები არიან. დიახ, ისინი დაბადებიდან მართლმადიდებლები არიან. დღეს შვედეთში სულ უფრო მეტი ადამიანი იბადება უკვე მართლმადიდებლის ოჯახში. ჩვენს ოჯახში სამივე თაობა მართლმადიდებლები ვართ. დაუბრუნდეთ წმინდა იგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელს. რა ფაკულტეტები გაქვთ, რომ გკითხრათ? 4 მიმართულება გვაქვს: ბიბლიის სწავლება, ეკლესიის ისტორია და პატრისტიკა, ლიტურგიკული კვლევები და ეკლესიათმცოდნეობა. მე თავად ეკლესიათმცოდნეობაში და კანონიკურ სამართალში ვმუშაობ. თითოეულ მიმართულებას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი და ასევე ლექტორები ამავე დარგში. ბუნებრივია წმინდა იგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელს ექნება საერთაშორისო ურთიერთობები და პარტნიორობა სხვა მართლმადიდებლურ სასწავლებლებთანაც. დიახ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობები მსოფლიოს მრავალ ინსტიტუტთან. იმის გამო, რომ ჩვენ საერთაშორისო მართლმადიდებლური სასწავლებელი ვართ, გვჭირდება ურთიერთობა მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელ ქვეყანასთან. ამიტომაც ვმოგზაურობთ ხშირად, ლექტორები და პროფესორები. ახლახან რუმინეთიდან დავბრუნდი. შემდეგ კვირას რომში მივემგზავრებით. ჩვენი სასწავლებლის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ამ ყველაფერს. ჩვენი ვალია გავიცნოთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნები. გავიცნოთ მათი საეკლესიო არქიტექტურაც. მოვინახულოთ მნიშვნელოვანი საეკლესიო ძეგლები. კულტურათა მრავალფეროვნების შესწავლა მართლმადიდებლობის შუქზე მეტად საინტერესოა. რას გეტყვით წმინდა იგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ამ პარტნიორობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე? ვფიქრობ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი უნიკალური ბუნებით მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. წმინდა იგნატე ღმერთშემოსილის კოლეჯი კი ყოველთვის მზადაა საქართველოს ეკლესიას მისცეს პლატფორმა ამ როლის განსახორციელებლად, საგანმანათლებლო კუთხით. ვფიქრობ, ეს იქნება ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს შორის. გმადლობთ ბატონო მაიკლ და ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა გთხოვოთ შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, მით უმეტეს რომ უკვე მეორედ ბრძანდებოდით სტუმრად ჩამოსული. დიახ, ორჯერ ვიყავი საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ჩემთვის თქვენი სტუმართმოყვარეობაა. ის მართლაც უნიკალურია. ასევე თქვენი დიდებული ტაძრები. მათ აქვთ საკუთარი სტილი, რომელიც საოცრად მშვენიერია. ასევე თქვენ გყავთ ქალი წმინდანი, წმინდა ნინო, რომელიც არის საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთა სწორი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს რომ თავად მყავს 5 ქალიშვილი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.